მაგრამ გრძელი რულის ხარჯზე აი კომპენსირდებოდა, სწრაფად ქონდა, ხრეტა ქონდა და ასე შემდეგ. თუმცა შორმანძილებზე ესეთი ტყვია ვერ მიფრინავს. მაგრამ იმ მომენტისათვის და იმ სიტუაციისათვის ეს იყო ყველაზე კაი მიგნება. კიდე იარაღი არის დაშტამპული, ანუ მთელი დეტალები რაც არის თვითონ აი ეს ამას გამოჩარხვა არ უნდა. ანუ როცა რამე იჩარხება თვითონ მოითხოვს კვალიფიცირებულ მშრომელს თვითონ მუშას რომ რაღაცა დეტალი გამოჩარხოს და თვითონ ჩარხიც ხო გინდა რაღაცა გამოჩარხო. ამიტომ ეგეთი რაღაცები იყო მაგარი ძვირი. ეგ უკვე მეორე მსოფლიო ომში რუსებმა აიღეს და მთელი ის დაშალეს, რაც კი ევროპაში რამე ნახეს, ჩარხი სულ ყველაფერი მეახ ჩამოიტანეს და დღესაც მინახე რომ ჩარხები მუშაობს და რა მგონი რუსეთის 70% რაღაცებს ჩარხავენ, ისევ ჩარხებით ამუშავენ. ომიდან წამოღებული ჩარხები. თვითონ ეს კიდე დაშტამპული რაღაცა. შეხედეთ აი დარტყმულია რაღაცა ჩამოაგდო. ეხლა წარმოიდგინეთ ამის გამოჩარხვა რა ძვირი დაждდებოდა. თვითონ ეხლა სისტემა როგორ არის? ანუ დაშტამპული იყო იაფი და ამას ძალიან ბევრს უშვებდნენ რომ დააწვენ დაიწეს. ლულა არის, ლულა სოლიდოს მაგრაც ხელდება, ჭიჭი 72 ტყვია მიდიოდა. კოლოფი არ არის, ეს არის უფრო დოლურას ტიპის ჭიდი. ცუდი ის იყო რომ ამას არაკვალიფიცირებული ხალხი აწყობდა და მჭიდები ერგებოდა თვითონ ქარხანაში იარაღს. და ინდივიდუალური იყო ის. მუშა ამას აიღებდა რაღაცას ჩაუქლიბავდა რამე რომე მიაყენებდა და იტყოდა ჭიდი იდო აირაღთან ერთად. ანუ ომის დროს ერთმა მეორეს მჭიდი მიცა და დაუყენა ისოლა შანსი არ იყო რა. 95% მჭიდი მჭიდზე არ მიდიოდა. ანუ შენი მჭიდი უნდა გეტერებინა თან. თან რა იყო? ძიმი არის ეხლა არის სარიელი და საკმაოდ მძიმეა რა. თვითონ წარმოიდგინეთ რამის 6 კილო არის მემბის გარეშე. ვაზნების გარეშე. ეხლა ამას 72 ვაზნა კიდე დაუმატეთ. ამნაირ სწრაფსროლა ქონდა ძალიან. ანუ ძალიან სწრაფად ისთვის ჭიც მალეცლის დოლურიანი კოლოფისგან იმითი არის კაი რომ ამას რომ გაუკეთებთ, შეგიძლიათ რომ დაწვეთ და ისროლოთ